დღის წესრიგშია საქართველოსთან საზღვრის დემილიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება. განცხადება, რომელიც ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, ინტერპრეტაციის საგანი გახდა. არმენ პრესმა პირველად დაწერა, თითქოს ამ პროცესის შედეგად სომხეთის საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარე სოფელ ჯილზას გადასცემს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო და განაცხადა, რომ რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა არ იგეგმება. სკანდალი, რომელიც დემარკაციის თემის გარშემო აგორდა, შეისწავლა თბილისელმა აქტივისტმა გიორგი თუმასიანმა. გიორგი, მადლობა რომ გვერდთვები. საიდან დაიწყო ეს საინფორმაციო კამპანია? საინფორმაციო კამპანია დაიწყო BMP-ს კონკრეტული სტატიით, სადაც ნახსენები იყო ეს სოფელი ჯილიზა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის განცხადებაში არათუ ნახსენები არ იყო რომელიმე დასახლებული პუნქტი, არამედ საუბარი არ იყო დემარკაციის პროცესზე, როგორც დასრულებულ პროცესზე, მან გამოთქვა სურვილი, რომ ორივე მხარეს გააჩნია დღის წესრიგი დაასრულონ ეს პროცესი, შესაბამისად ის, რომ წარმოდგენილი იყო ეს პროცესი, როგორც უკვე დასრულებული და შეთანხმებული კონკრეტიკით, ეს რეალურად არის გარკვეულწილად манипуляცია და აგერ მითების დეტექტორმაც დაადასტურა, რომ ეს არის პრაქტიკულად მცდარი დეზინფორმაცია. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული, იმიტომ რომ ბევრ მედიაში ერთად დაიწერა, თუ ეს მაინც ცალკეული სხვადასხვა მედიის გადაწყვეტილებებია? როგორც ჩანს, გარკვეული კოორდინაცია არის იმ მხრივ, რომ დეზინფორმაცია ერთი მხრივ მარტივად ვრცელდება. პირველ წყაროს გასაგები არ არის, რატომ დააფიქსირა საერთოდ ამ სოფელ ჯილიზაზე პოზიცია, შემდეგ მარტივად გავრცელდა ეს დეზინფორმაცია საზოგადოებაში, რადგან აქტუალური მოეჩვენა. პირველი წყარო რეალურად უთითებს იმას, რომ 2024 წელს ეს თემა იყო ნახსენები. ნამდვილად იყო ნახსენები, მაგრამ ვის მიერ? სომხეთის პრორუსული ოპოზიციური ძალების მიერ და მათი მედიის მიერ. შესაბამისად, ეს არ არის საჯარო საკითხი ან ცნობილი, იმ დროსაც უარყოფილი იყო სომხეთის ხელისუფლების მხრიდან და ახლა კიდევ ერთხელ აშკარა არის, რომ ეს ზიანს აყენებს თავად დელიმიტაცია დემარკაციის პროცესს, ქმნის გარკვეულ მოლოდინებს, ასაჯაროებს იმას, რაც დახურულია მოლაპარაკებების პროცესს და შესაბამისად კიდევ უფრო ართულებს აი ამ თავად პროცესსაც და ურთიერთობებსაც საქართველოსა და სომხეთს შორის. რა საფრთხეებს ხედავ ამ მიმართულებით და უკავშირებ თუ არა ამ ყველაფერს არჩევნებს, რომელიც მოახლოვებულია? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც კი ეს ქართულ მედიაში გაჩნდა, სომხეთში ისევ იგივე ოპოზიციურმა პრორუსულმა ძალებმა დაიწყეს ძალიან აქტიურად ამის გაშუქება, უკვე ქართულ მედიაზე დაყრდნობით და გარკვეული ჩაკეტილი წრე გამოდის. ქართული მედია სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, აი ამ ოპოზიციურ მედიაზე და ამ ოპოზიციური მედია ახლა ქართულ მედიაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჭყალებში ფაშინიანი ჩააბარებს სოფელს საქართველოს და შესაბამისად იმ კონტექსტში, როდესაც იგივე პრორუსული ოპოზიცია მას აზერბაიჯანისთვის ჩაბარების პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს, აქ საქართველოსთან ესეთი კონტექსტი, რომელიც რეალურად ნეგატიური გაჩნდა, არა და დემარკაცია დელიმიტაცია პოზიტიური პროცესია, რა თქმა უნდა, გაგანია წინა საარჩევნო პერიოდია, აგერ ერთი თვე დარჩა პრაქტიკულად არჩევნებამდე და მაშასადამე ეს სერიოზულ ზიანს უყენებს მათ შორის ფაშინიანის რეიტინგსაც და თვითონ ამ კომისიის მუშაობის ფონსაც, ასე რომ ეს არჩევნებთან უშუალოდ კავშირშია. უშუალოდ რაც შეეხება კომისიას, მათი მუშაობის პროცესზე რა ინფორმაცია გვაქვს ზოგადად, რა ეტაპზე არის ახლა, იმიტომ რომ განცხადება, რომელიც თავად ფაშინიანმა გააკეთა, ეს ეხებოდა იმას, რომ მათ შორის, ანუ საუბრობდა ძირითადად აზერბაიჯანზე და მათ შორის საქართველოს ახსენა, რა ვიცით ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით. ეს კომისია პრინციპში დამოუკიდებლობის პრაქტიკულად დღიდან ასე თუ ისე ფუნქციონირებს და აშკარა არის, რომ თუნდაც იგივე 2024 წელს, როდესაც აი ეს ნარატივები გაჩნდა, ეს არის საკმაოდ უცნაური თემა. ჩვენ საჯარო არ ვფლობთ ინფორმაციას რეალურად კომისია რას განიხილავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ манипуляცია სულ მცირე იმით არის, რომ დელიმიტაცია დემარკაცია არ იცნობს სოფლის ან ძეგლის ან რაიმის გადაცემა გადმოცემას. ის იცნობს უკვე არსებული საზღვრის, ესე იგი რუკაზე, რომელიც ხშირად შეიძლება რამდენიმე ასობით მეტრით იყოს არაზუსტი, იმიტომ რომ რუკის მასშტაბს გააჩნია, რეალობაში ასახვას. ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია, რომ ამას გადმოსცემს ან ამას გადავცემთ, ეს არის უკვე პოლიტიკური ტიპის манипуляცია, მაშინ როდესაც საუბარია უბრალოდ უკვე არსებული საზღვრის ადგილზე დაფიქსირებ
დაფიქსირებაზე და შესაბამისად ვერ იქნება საუბარი იმაზე, რომ რომელიმე დასახლებული პუნქტის გადაცემა ხდებოდეს. ეს ზოგადად სომხეთ და აზერბაიჯანის კონტექსტში, მაგალითად დელიმიტაცია ესეთი რამე არ არსებობს. დასახლებული პუნქტის გადაცემა. არსებობს საზღვრების აღბეჭდა. ზუსტად იგივე საქართველოს მიმართაც ახლა შესაძლოა ხო ეს სოფელი, რომელზეც საუბარია, საზღვარზე მდებარეობს და შესაძლოა მის მიმდებარე ტერიტორიებზე არის გარკვეულწილად საუბარი და ანუ აშკარა არის, რომ ეს უნდა იყოს განხილული. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ქართულ საზოგადოებაში ჩვენ არ გვახსენდება საერთოდ აი ამ სოფელზე რაიმე მსჯელობა და თვითონ ეს ამ თემის ასეთ ფორმით წამოწევა აშკარად გარკვეულ манипуляციაზე მეტყველებს მიზანმიმართულ. მაყურებელს აქვე შევახსენეთ, რომ საქართველოს მისი მეზობლებიდან ვისთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს, ხოლო თურქეთთან აქვს დასრულებული საზღვრის გამიჯვნა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ამ მიმოხილვისთვის. ჩვენ გავაგრძელოთ დაკვირვება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის. მადლობა.